სერიალში მე ვიტყოდი ყველაზე გათამამებული და გაბლატავებული ბავშვი უნდა დავაპატიჟოთ. ეხლა სვეტლანკა იგივე კატო დონაზე შემოგვიერთდება. როგორ ხარ? შვენივრად, აჟიტირებული. თქვენ როგორ ხართ? აჟიტირებული. მე რო ნახე თავი მეგონა ომიდან დაბრუნებული მამები რო ნახო. ხო ვიხრის მე კარგი უშვილ საიგეთის თავისილი. კი. ბავშვობიდან მსახიობობა არ არის მარტივი საქმე. აბა ეხლა გაიხსენე როგორი იყო პირველად რომ საკუთარი თავი ნახე ეკრანზე. სერიალში გითხრათ, ჩემდას უფრო გავხარდა ვიდრე მე. ანუ კასტინგზეც მთელი მიზეზი რატომაც საერთოდ მოვხვდი მაგ სფეროში ის იყო რომ ჩემმა დამთხოვა. ჩემი და იყო მაგრამ მესამე კლასში მე ვიყავი პირველ კლასში. მე რა პატარა იყო. და სკოლაში ან დავდიოდი კატის ყურებით, ან რაღაცა პრინცესის გვირგვინით. და ანუ კასტინგზე მივედი გვირგვინით, ოღონდ არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ გვირგვინი მეხურა და მივდივარ მეუბნები რაღაცა ჯიუტი პრინცესის როლი უნდა გათამაშოთ და აი აბა ესე როგორ მოიცოდი, როგორ მოიცოდიო. მეც და ჩემმა დამაც შვენივრად გავაკეთე თავი. შვენივრად და უბრალოდ მე იმიტომ ამირჩევს რომ უფრო პატარა ვიყავი. მაგრამ ეხლა რო უყურებ ჩემი და ამბობს რომ ხო გამიხარდა რომ შენა გირჩიესო. ანუ შენ უფრო სვეტლანკა ხარ ვიდრე მეო, მაგას გეუბნება? ნუ ხალხს ატყუებდა ხოლმე პატარები რომ ვიყავით რომ საერთოდ არ თამაშობს როლს ეგეთია. მართლა? ეგრე ხო არ აშინებდა? ეგრეა მერე? არა. და შიში ბავშვი არის, არა? ახლა შავლიკო მადლიანის გოგო და ანუ ხო სკოლაშიც რა ქვია მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ ზოგიერთ ბავშვს აღარ უნდა და ჩემთან არანაირი კონტაქტი, იმიტომ რომ აი რომ ნახეს მშობლები რომ უყურებდნენ და რომ ნახეს რანაირი კაპარჩხანა ვიყავი, ანუ ფიქრობდნენ რომ არ მინდა მე ამასთან მეგობრობაო. პირველად რო შევედი სერიალში ჩიკა მოკალისანი რო იყო. ჩიკა! მოკალისანი! აი მთელი სემესტრი უბრალოდ ჰოლვეიში მაგას მეყვიროდნენ. აი მაკედან მივხვდი რომ ანუ აი ძალიან მინდოდა მსახიობობა. გინდოდა? კი, უბრალოდ არ ვაბარებ თეატრალურს. რატო? ძალიან მინდა ჩემი ცხოვრების ოცნება არის რომ მსახიობი ვიყო თეატრშიც და კინოშიც. ორივე ძალიან მსიამოვნებს. უბრალოდ რა უფრო სტაბილური პროფესია მინდა. როგორ გონია? აი სხვათაობაც, მე უფრო თქვენო და პრაქტიკულად ვდგება. ნამდვილი განცხადება. ამ ყველაფერმა მოგანდომა შენ რომ აი ეს რაღაცა მსახიობ კი, უბრალოდ ნუ ახლა მამას გავარ მატერიალისტური ვარ და ვიცი რომ თუ ანჯელინა ჯოლი არ ვიქნები არ მინდა რომ გავყვე და ფინანსებზე ვაბარებ რომ ნამდვილი სვეტლანკა მადლიანის განცხადება. მე წახვალ ითამაშებ. როგორც შაგუშლო შეეფერება. მაყუთი გააკეთე სიმონ ყველაფერი დაალაგე და მე ზემოდან თუ მოგინდება შეიძლება ესე ჰობის პონჩი ითამაშო. არა, ზუსტად მაგას. აბარა. ხო. ზაღადა საიდან გქონდა იარაღი გითხარი ახლა უყდებით ის ინტერესს. ჭორების სიმართლეა მძღოლს ვაყინინა, იმიტომ რომ ახლა ნუ წარმოიდგინეთ 6 წლის სვეტლანკა შედის მაღაზიაში და ითხოვს რომ დანა მომეცითო. მე როგორ წაგართვეს? ნუ ეგ ჩანს კიდევაც რომ არ იყო არავინ ყოფილი მაგი არაღით, ნუ ახლა რა თქმა უნდა შავლეგოს გარდა, იმიტომ რომ ახლა მე ვიცი რაც მოწონს მამა ჩემს და როგორ უნდა ვუყიდო და ჩემი განგსტერშა გოგო. მე გაჯუგა ცივი არაღით ხელის ფული არ მეყო. თუ რაღაცა ეგეთი ხო. მე რატო არ მაცდით? მიდი რა. გილოცა. ეს რა არის ბავშვო? ცივი არაღია. ცხელის ფული ჯერ არ მქონდა, მაგრამ როცა გავიზრდები, რევოლვერი უნდა გაჩქომიდა ჟოლი. ჩემი განგსტერშა ბავშვო. მოდი გხილათ არ შეაჭოთ ერთმანეთს.